პირდაპირ შემიძლია გითხრა, რომ შენს ფიქრებს შეუძლია შეცვალონ რეალობა. და ეს არ არის რაღაც მაგია. ყველაფერი იმაზე მარტივადაა, ვიდრე შენ გგონია. შენ ხარ ის, რასაც ფიქრობ. და აქედან გამომდინარე, შეგიძლია რომ შენი მდგომარეობით, აი აქ, შექმნა ის რეალობა, რაც ასე ძალიან გსურს. როცა რაღაცას მისდევ, ის მით უფრო შორს მიდის შენგან. ასე რომ არ გაეკიდო. პირიქით, მოიზიდე. დღეს ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ სამ ძირითად საკითხზე, რომლების გამოყენებითაც შეგიძლიათ რომ თქვენი ფიქრები აქციოთ რეალობად. და არ გეგონოთ რომ რაღაც მანიფესტაციურ ბულშიტზე მაქვს საუბარი. ყველაფერი, რასაც დღეს გეტყვით, არის ფაქტები. და პირველი რაც არის, აზრი ქმნის რეალობას. და რატომ? ასე უბრალოდ აზრი და მე რაღაც მაგიურად რეალობა შეიქმნება, ასე არა. შენ როცა ფიქრობ იმაზე, რაც გინდა და ამბობ იმას, რაც გინდა, ოღონდ არა მომავალში. მაგალითად, მე ბევრი ფული მინდა, მე კარგი კარიერა მინდა, მე სიყვარული მინდა. ასე არა. უნდა ადგე და იფიქრო, რომ მე მაქვს, მე ვარ, მე მივაღწიე. როცა ამ ყველაფერს მომავალში ამბობ, როცა ამბობ, რომ მე მინდა, რომ ეს მქონდეს, ან მე მინდა, რომ ეს ვიყო, შენ ამ ყველაფრით იქმნი დანაკლისს, ანუ ნაკლებობას. შენ თავს ეუბნები, რომ რაღაც არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა. ხო და ეს რომ ასე არ მოხდეს, შენ უნდა ისაუბრო აწმყოში. უკვე გაქვს, უკვე ხარ და უკვე მიაღწიე. ახლა მთავარი, რატომ მატერიალიზდება ეს ჩვენი ფიქრები რეალობაში? არ გეგონოს რომ უბრალოდ დაჯდები, რაღაცებს იფიქრებ და მე ეს ყველაფერი თავისით მოვა. შენი ტვინი ვერ არჩევს რეალობას ილუზიისგან. ანუ შენ შეგიძლია ტვინს მოატყუო. შეგიძლია რომ ტვინი დააგოიმო. ხო და შენ იჯერებ იმას, რასაც მუდმივად ფიქრობ და გონება ილუზიას რეალობისგან ვერ არჩევს. და ამის შემდეგ ტვინი ფოკუსირებას ახდენს ყველაფერზე გარშემო სამყაროდან იღებს უამრავ ინფორმაციას, მაგრამ როდესაც შენ ყოველდღიურად შენს მიზანზე, შენს სურვილებზე ფიქრობ, ტვინი ყველაფერ სხვას ივიწყებს, თითქოს ფილტრავს და ტოვებს მხოლოდ ამას. ანუ ეს ფუნქცია ტვინს აქვს, რომ ფოკუსირდეს იმაზე, რაც ძალიან გინდა და რაზეც ხშირად ფიქრობ. აქედან გამომდინარე, გარშემო სამყაროში ყველანაირი ინფორმაციიდან ტვინი ფილტრავს მხოლოდ იმას, რაზეც ფოკუსირებულია. შეიძლება რაღაც გინდოდეს და წინ გედოს, მაგრამ ვერ ხედავდე. და როდესაც შენ ტვინი ამ მდგომარეობაში გადაყავს, უკვე იმ რაღაცას შეამჩნევ. ანუ ისეთ რაღაცებს შეამჩნევ გარშემო, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდი. სხვადასხვა შესაძლებლობებს, მინიშნებებს, რაღაც სიგნალებს. და ამ ყველაფერს იმდენად კარგად აღიქვამ მე შენ, რომ უკვე ეს ფოკუსი და ეს აღქმა შესაძლებლობების გარდაიქმნება მოქმედებაში. და ეს არის სწორედ თავარი ნაწილი, მოქმედება. ადამიანებს გონიათ რომ რაღაცას იფიქრებენ და თავისით მოვა. არა, თავარი არის მოქმედება. საბოლოოდ ამ ფიქრმა უნდა მიგიყვანოს მოქმედებისკენ. უნდა გააკეთო რაღაც, რომ მიიღო რაღაც. ხო და ყველა შენი ქმედება საბოლოოდ შესაბამისობაში მოდის მიზანთან და სურვილთან და რეალობაც იცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, შენმა ფიქრმა შენს გარშემო შეცვალა რეალობა. და მე მქონია ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირად. როგორც კი აქ რაღაც შევცვალე, უკვე დავინახე გარშემო ისეთი რაღაცები, რასაც მანამდე ვერ ხედავდი და დავიწყე რაღაცების კეთება, რასაც მანამდე არ ვაკეთებდი. ყველაფერს ეხლა რასაც ვამბობ, ასე უბრალოდ მოსმენის და გაგონის არ ვამბობ. მე რაც გამომიცდია, იმას ვამბობ. და ზოგადად ამ რაღაცებზე ხალხი როცა საუბრობს ხოლმე, უმეტესად ისეთი ტიპები საუბრობენ, ვისაც არ გამოუცდიათ რა ეს ყველაფერი. და უბრალოდ რაღაცას გაიფიქრებენ, მე თავისით რაღაცა მოხდება, დაემთხვევა ეს ყველაფერი და ეს გონიათ, რომ მე რაღაც ფიქრებით რეალობა შევცვალე და მაგარი ვარ. არა, ეს ასე არ არის. ეხლა მეორე რაზეც მინდა რომ ვისაუბრო. აურა, ენერგია და სხვების ქვეცნობიერი რეაქცია. ზოგადად ადამიანებს გვაქვს ბიოველი, რაც შეგვიძლია სპეციალური ხელსაწყოებით გავზომოთ. ყველაზე ძლიერი ორგანო, რაც ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის, ეს არის გული. სადღაც 3 მეტრზე შეიძლება გაიზომოს ეს ელექტრომაგნიტური ველი. მოდი ამ ყველაფერს დავარქვათ ადამიანის აურა. აი ხომ გეუბნიათ რომ მიდიხართ ვიღაც ახალი ადამიანი გაიცანით და რაღაც მასში არ მოგწონთ, ან რაღაც გაღიზიანებთ, რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. ან პირიქით, მასთან ძალიან მშვიდად გრძნობთ თავს, უკვე ენდობით და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სწორედ ამ აურის დამსახურებაა. ადამიანის ფიქრები და ემოციები კი ცვლიან ამ აურას, ანუ ელექტრომაგნიტურ ველს. და ყველაზე მაგარი რაც არის, სხვა ადამიანები ქვეცნობიერად გრძნობენ ამ ცვლილებებს და საბოლოოდ ამ ცვლილებებზე რეაგირებენ. აქედან გამომდინარე, როცა ფიქრობ, შენი სხეულის მდგომარეობაც იცვლება. გული სხვანაირად ფეთქავს, ტვინი სხვანაირად ფიქრობს, სხვანაირად საუბრობს, სხვანაირად იქცევი, სხვანაირი ხმის ტემბრი გაქვს, სხვანაირი მოძრაობები გაქვს და ამ ყველაფერს შენს გარშემო ადამიანები გრძნობენ.
ასე პირდაპირ ვერა, მაგრამ შინაგანად, ქვეცნობიერად გრძნობენ. შესაბამისად, როცა შენ ფიქრობ იმაზე, რაც გინდა, შენი ვიბრაცია იცვლება და აგზავნის სიგნალებს, რომლებსაც სხვა ადამიანები იჭერენ. ამ დროს, როდესაც სხვა ადამიანები გრძნობენ ამ ყველაფერს, ისინი ავტომატურად იწყებენ შენს დახმარებას. ანუ, როცა ეს აურა დაგაქვს, ჩათვალე, რომ გარშემო ყველა იწყებს მუშაობას იმაზე, რომ შენ დაგეხმაროს. ანუ, სამყარო ხელს გიწვდის ასე. და სამყარო რა არის? ადამიანები. ხო და ახლა რომ მარტივად სიტყვებში ჩავატიო ეს ყველაფერი, შენ ფიქრობ, იცვლები, სხვები გრძნობენ, სხვები რეაგირებენ და სამყარო შენს გარშემო იცვლება. და ახლა მესამე და ბოლო, რაზეც მინდა რომ გესაუბროთ. ეს არის რეზონანსი. ზოგადად გარშემო ყველაფერი, რასაც ხედავ, ვიბრირებს. აი ყველაფერი რაც კი გინდა აიღე. ანუ ყველაფერი ენერგიაა. ეხლა რა გვჭირდება ვიბრაციაზე საუბრისას? სიხშირე, ანუ ჰერცი და ამპლიტუდა. ანუ რამდენად ძლიერია ეს სიხშირე. ახლა რატომ გეუბნებით საერთოდ ამ ყველაფერს? თუ გაგიგიათ ოდესმე რეზონანსი. ეს არის როდესაც ორი ერთი და იგივე სიხშირის ვიბრაცია ერთმანეთს ემთხვევა და ერთმანეთს აძლიერებს. აი რომ ღერიან ხოლმე რაღაცას და ესე შუშის ჭიქა რო უკავიათ და რო ტყდება ეგ ჭიქა. ეს სწორედ რეზონანსის დამსახურებაა. ახლა მარტივად რომ აგიხსნათ რა არის სიხშირე, ანუ ჰერცი, რაღაც როცა ვიბრირებს, ჰერცი სიხშირე ასახავს იმას, თუ წამში რამდენჯერ აკეთებს ამ ვიბრაციას. აი მაგალითად ჭიქა რომ ავიღო, ასე და ეს დავარტყა, ჭიქა მაშინვე ვიბრაციას იწყებს. და რამდენად ძლიერადაც არ უნდა დავარტყ, მაინც იგივენაირ ხმას უშვებს, იგივენაირ ტალღებს, ანუ იგივენაირ სიხშირეს. ხო და ამას ქვია ამ ჭიქის, ანუ ეს რაც არის თვითონ, მაგის ბუნებრივი სიხშირე, დაბადების სიხშირესაც ეძახიან. თუ ამ ჭიქის სიხშირე არის 1000 ჰერცი. წინ რომ დავუდგა დინამიკი და ჩავურთო 1000 ჰერცი, როგორც კი ეს ტალღა მოხვდება ამ ჭიქას, ჭიქა თავისით დაიწყებს ვიბრაციას. იგივე სიხშირე აძლიერებს ამ ჭიქის სიხშირეს და ვიბრაციები ერთმანეთზე ემთხვევა. აი მარტივ მაგალითს განახებ თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი? რაც უფრო ემთხვევა შენი შინაგანი ვიბრაციის სიხშირე, იმ რეალობის სიხშირეს, რომელიც გინდა, მით უფრო მარტივად მოიზიდავ ამ ყველაფერს. შენ და ის რეალობა, რაც გინდა რომ მოიზიდო, შედიხართ რეზონანსში და საბოლოოდ ეს ყველაფერი მატერიალიზდება. ახლა რატომ? კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ადამიანი იმყოფება კოჰერენტულ მდგომარეობაში, ანუ თანხვედრაში, როდესაც გული და ტვინი სინქრონში არიან, ორგანიზმი უფრო ეფექტურად მუშაობს, იზრდება ინტუიცია, თლიანი სხეულის ინტელექტი და ადამიანი თითქოს თანხვედრაშია სამყაროსთან. ამ დროს ადამიანი ემოციურად სტაბილური, მშვიდი და ფოკუსირებულია. ხო და როდესაც შენ ამ ყველაფერს აძლიერებ ემოციით, მადლიერებით, სიყვარულით, სიმშვიდით, შენი გულის ტალღები ხდება სტაბილური, ჰარმონიული და ტვინიც ამ ყველაფერს ემთხვევა. დაჟე ამ დროს იმუნური სისტემაც კი ძლიერდება და შემოქმედებითი უნარებიც. ხო და ეს ყველაფერი საბოლოოდ შენს და შენს სურვილებს შორის იწვევს რეზონანსს. კიდევ რაც არის კვანტური ფიზიკა. პირდაპირ ასე კვანტური ფიზიკა არ ამტკიცებს ამ ყველაფერს, მაგრამ არსებობს ასეთი ექსპერიმენტი, დაბლ-სლით ექსპერიმენტი ქვია, თუ გინდათ მოძებნეთ, მარტივად რომ თქვა, როდესაც ნაწილაკს არავინ აკვირდება, იგი იქცევა ტალღად და როდესაც აკვირდება, იგი იქცევა ნაწილაკად. ანუ აქედან მეტაფორულად შეგვიძლია წავიდეთ იქამდე, რომ დამკვირვებელი ქმნის საბოლოოდ რეალობას. და როდესაც შენ რაღაცას აკვირდები და ფოკუსირებული ხარ და მთელი ემოციით გჯერა ამ ყველაფრის, ეგ დამავიწყდა, ხო? რასაც ფიქრობ, რწმენით უნდა იფიქრო, უნდა გჯეროდეს. ეს აძლიერებს იმ ვიბრაციას, რაც საბოლოოდ დაგეხმარება, რომ მიაღწიო იმას, რაც გინდა. და კიდევ, ტვინსაც აქვს ეს რაღაც ფუნქცია, მოდი ესე დავარქვათ, რომ როდესაც გარედან იღებს კონკრეტულ ვიბრაციას რაღაც სიხშირეზე, მის სიხშირეს ამ ყველაფერს ამთხვევს. სხვადასხვა მდგომარეობისას, სხვადასხვა სიხშირეს უშვებს ტვინი. ხო და მაგალითად თუ უსმენთ რაღაც მუსიკას, რომელიც კონკრეტულ სიხშირეს გაწვდით, თქვენი ტვინის სინქრონიზებას იწყებს ამ ყველაფერთან, რაღაცნაირად რეზონანსი იქნება რა. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ მუსიკაზე ან რაღაც. ეს ყველაფერი ადამიანებზეც მოქმედებს. გარშემო როგორი ადამიანებიც გყავთ და როგორ სიხშირეზეც არიან, როგორ აურასაც გაწვდიან, ისეთ აურაზე და ისეთ სიხშირეზე დგები მე შენს. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და საბოლოოდ დღევანდელი ვიდეო
სამ ძირითად ნაწილად რო დავყოთ. პირველი იყო რომ ფიქრები შენს გარშემო ქმნიან რეალობას, ოღონდ მხოლოდ ფიქრები არა, ამ ფიქრებს უნდა მოსდევდეს აუცილებლად ქმედებები. მეორე, შენ გაქვს რაღაც აურა, რომელიც შეგიძლია შეცვალო შენი ფიქრებით და ამ აურას სხვა ადამიანები ქვეცნობიერად ხედავენ, რეაგირებას ახდენენ და შემდეგ გეხმარებიან. და მესამე, რეზონანსი. შენი ფიქრები რეზონანსში უნდა მოაქციო იმ მიზანთან, ან იმ სურვილთან, რაც შენ გინდა. და ზოგადად უნდა მოიქცე რეზონანსში სამყაროსთან. ესამი თემა იყო სულ. თუ მოგეწონათ და თუ გინდათ, მომავალში უფრო დეტალურად შემიძლია განვიხილო რაღაცები და დაწერეთ უეჭველი კომენტარებში. მადლობა და ხვალამდე.